და ვინ უნდა შეაშინოს ჭიათურა, ხო, როცა მაღაროელი ჩადის მიწის გულში და ის ყოველდღე უყურებს სიკვდილს, იქნება ეს ამფეთქებელი, მებიგე, გზის გამყვანი თუ სხვა. ამიტომ მას ეს შიში დაძლეული აქვს და ნებისმიერი შიში მისთვის უცხოა. და ის რაც მას ამოაქვს მიწიდან, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეიქმნას აი ეს მეტალი, რკინა. და ეს ხასიათი არა მარტო მაღაროელს, ეს თითოეულ ჭიათურელს გაქვთ თქვენ. თქვენ ხართ უტეხები და მტკიცეები. და ეს ბრძოლა, რომელსაც თქვენ აჩვენებთ მთლიან საქართველოს და სხვა ინდუსტრიულ ქალაქებს, დღეს შეიძლება ზესტაფონი დუმდეს, დღეს შეიძლება ტყიბული დუმდეს, დღეს შეიძლება ვოლნისი დუმდეს, მაგრამ ეს გადამდებია, იმიტომ რომ მათი უფროსები, მათი კომპანიები ის იმავე ლოგიკით იქცევიან, როგორც იქცევა ჯორჯიან მანგანეზი აქ. და თქვენი გამარჯვება, თქვენი ერთად დგომა მათთვის იქნება მაგალითი. 2023 წელს ჩვენ პირველად ვნახეთ, როდესაც იყო თქვენი გაფიცვა, პარლამენტის წინ იდგა მაღაროელი, იდგნენ მაღაროელები და როცა მაღაროელი ითხოვს, რომ მოხდეს ნაციონალიზაცია, ეს უკვე გადაწყვეტილია, ეს უკვე ურყევია, უკან გზა აღარ არის, უკან გზა გადათხრილია პირდაპირ გაგებით. შუქრუთში თუ სხვაგან და სხვაგან, რომ ისინი იქცევიან როგორც ღორები, თხრიან, მოდიან თავისი დინგით. და ეს ქვეყანა, ეს ქალაქი არ არის საღორე, ეს მათთვის არავის არ უჩუქნია, ეს არის ჩვენი. და ის მოთხოვნები, რომელიც აქ ჟღერდება, დაწყებული ნაციონალიზაციიდან, დამთავრებული იმ ფონდით, რომელიც უნდა შეიქმნას ამ ქალაქის განვითარებისთვის, ამაზე პროგრესული ჩვენ არაფერი გაგვიგია ბოლო 30 წელია. ეს არის მართლა პროგრესული მოთხოვნები. მე როცა ლექციაზე შევედი, ერთი კვირა სწავლა დაიწყო და იქ ვერ ვნახე ჩემი რგანელი სტუდენტი, ჩემი ნაგუთელი სტუდენტი, სხვა და რატომ, ვიცი რატომაც ვერ მოვიდა, ვერ ვნახე ის თავის მერხთან რომ ისწავლოს და ჩამოყალიბდეს პროფესიონალად. და ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ როცა აქ დგახართ, თქვენ მარტო თქვენი ქალაქისთვის და ამ წუთისთვის კი არ იბძვით, თქვენ იბძვით თქვენი შვილების მომავალისთვის. და ეს ფონდი უნდა ემსახურებოდეს ამას, რომ ხვალ ზეგ, მაზეგ, სანამ არის მარგანეცი, ამ ქალაქს ჭირდება განვითარება. აქ მერაბმა ისაუბრა სიდუხჭირეზე, ეს უცხო არ არის არავისთვის, არ ჩვენთვის, არც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად უჭირს ჭიათურას, ამიტომ გვერდში დგომა ჭიათურისთვის არის აუცილებელი. გული ისედაც თქვენთან არის და იცოდეთ, რომ ეს კუნთები, ჩვენი კუნთები მუდამ თქვენთან იქნება. გამარჯვება ჭიათურას!